დილის 7 საათია. ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს. გამოღვიძებას თბილისი 8 საათიდან იწყებს, სამუშაო დროის მოახლოებასთან ერთად. საქართველოში საჯარო სამსახურების დიდი ნაწილი 10 საათზე იწყება. ამავე დროს იწყებენ მუშაობას კერძო კომპანიების უმრავლესობაშიც, კაფეებსა თუ მაღაზიებში. სამუშაო დღის ადრე დაწყების ინიციატივა გასულ წლებში არაერთ აქტივისტსა თუ ეკონომისტს ჰქონია. იდეა დარჩა. ამ მხრივ ძირეული ცვლილებები საქართველოში არ მომხდარა. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამუშაო დღის ადრე დაწყება პირდაპირ აისახება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. გერმანია დილის 8 საათზე იწყებს საშუალოდ მუშაობას. წლის განმავლობაში აქვთ გაცილებით დაბალი სამუშაო საათები, ეს არის წლის მანძილზე 1340 საათი და საათობრივი ეფექტური მაჩვენებელი გაცილებით მაღალი არის. ანუ ერთმანეთთან კავშირშია. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საბერძნეთს, მაგალითად ესპანეთს, სადაც სამუშაო დღე უფრო გვიან იწყება. შუა დღეს აქვთ 2 საათიანი შესვენება, ძალიან გვიან მთავრდება, ხშირ შემთხვევაში 8-9 საათზეც მთავრდება ხოლმე მათი სამუშაო გრაფიკი და გაცილებით დაბალი არის გერმანიასთან შედარებით. საშუალოდ აქვთ 37% უფრო დაბალი მაჩვენებელი ვიდრე გერმანიას. 2024 წლის მონაცემებით ადამიანები მსოფლიოში საშუალოდ 6-დან 9 საათამდე იღვიძებენ. ამ კუთხით მოსახლეობის ქცევას საერთაშორისო ორგანიზაცია World Population Review იკვლევს. ამ კვლევის თანახმად ყველაზე ადრე სამხრეთი აფრიკა იღვიძებს 6 საათსა და 24 წუთზე. თითქმის იგივე დროს იღვიძებენ კოსტა-რიკასა და კოლუმბიაშიც. ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში გაღვიძებას 7 საათიდან იწყებენ. ჩემთან კომპანიაში და სადაც ვიცი, ყველა იწყებს დაახლოებით 8 საათზე მუშაობას, უგვიანეს 9 საათზე და ყველა უმრავლეს შემთხვევაში ამთავრებს მუშაობას უგვიანეს 5 საათზე ან 5-ის ნახევარზე. უმრავლეს შემთხვევაში ფლექსიბელური არის, ეხლა არავინ არ გეუბნება რაღაც საათის გვიან არ უნდა მოხვიდე, მაგრამ ყველა ამ დროისთვის მოდის სამსახურში. ზოგადად 8 საათზე ქალაქში თუ გახვალ, მიუნხენში უკვე გვიძავს ქალაქს და ვიცი რომ ყველა იწყებს ნელა-ნელა მუშაობას. მე ვიწყებ ეს 8 საათზე და ვამთავრებ 4-ზე. და პიკის საათებს ამით ვწდები რა, დილით და მერე შუა დღესაც. რო შეთანხმებით არის, რომ შეიძლება მაგალითად დაიწყო 8 საათზე და დაამთავრო 4 საათზე. ანუ ეს უფრო შეთანხმებით არის, მაგრამ ვიტყვი რომ ესე 9-დან 5-მდე არის ნორმალური რა, ნორმალური დრო ესე ხდება ხოლმე. 2018 წელს კვლევებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ACT-მ ჩაატარა კვლევა, რომელსაც იღვიძებს თბილისის მოსახლეობა. კვლევა მაჩვენა, რომ 41% 6-დან 8 საათამდე, 39% 8-დან 10-მდე, ხოლო 9% 10-დან 12 საათამდე იღვიძებს. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი 4% 12 საათზე ან უფრო გვიან, 6 საათზე ან უფრო ადრე კი 6% იღვიძებს.